როდის და როგორ დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება და რა ტიპის მანქანები დააზღვევენ ბრძოლის ველზე ქვეით ჯარისკაცებს. დელტას წარმოებული პირველი ქართული ჯავშანმანქანის სხვადასხვა მოდიფიკაციები, ქვეითა საბრძოლო მანქანის ისტორია და ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები. ქართული სამხედრო ინდუსტრიის პირველი ფლაგმანები, დიდგორი და ლაზიკა. გიორგი წეროძის სპეციალურ რეპორტაჟში. მაშინ როცა ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე სამხედრო საქმის მოყვარულები მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობდნენ, სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში პირველ ეგზემპლარზე მუშაობა მიმდინარეობდა. გაიცანი, ეს პირველი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორია. პირველი ქართული საბრძოლო მანქანა დიდგორი 2011 წელს თბილისის საავიაციო ქარხანაში შეიქმნა. იგი მთლიანად საქართველოში დაპროექტდა სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტას მიერ. საზოგადოება მის პირველად 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვილ აღლუმზე იხილა. წლების განმავლობაში პროექტმა პროგრესი განიცადა და მოკლე პერიოდში ქართველმა კონსტრუქტორებმა დიდგორის რამდენიმე მოდიფიკაციის შემუშავება შეძლეს. გვინდა ჩვენ აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი მანქანა, ეს არის შესაძლებლობა მთელი სპექტრის მანქანების წარმოებისა იმ სპეციფიკური დავალებებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება მათ დაეკისროთ. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის კავშირგაბმულობის მანქანა, რომელსაც ჩვენი ჯარის კავშირგაბმულობის ბიჭები მოფორებით ობობას ეძახიან. კონკრეტულად ეს არის, ვთქვათ, მედევაკი, კონკრეტულად, მიმართულებები მთელი რიგი, რომელიც დიდგორის პლატფორმაზე შეიძლება დამზადდეს. თითოეულ შემთხვევაში თვითონ ეს პლატფორმა განიცდის შესაბამის ცვლილებებს. იქნება ეს სისწრაფის მიმართულებით, ისე იქნება ეს ტვირთამწვევების, შიდა მოცულობის და ასე შემდეგ, იქნება ეს ვენტილირების თვალსაზრისით, ბევრი საკითხი, ბევრი კომპონენტი არის, რომელიც ცვალებადობას განიცდის ამა თუ იმ რეალიზაციიდან და ამა თუ იმ სპეციფიკიდან გამომდინარე. დიდგორის მეორე, ანუ სადაზვერმო მოდელზე გათვალისწინებულია 5 ამბრაზურა, საიდანაც ცეცხლის წარმოებაა შესაძლებელი. მანქანა ფორდის შასზე აგებული, მასზე დაყენებულია 6.4 ლიტრის მოცულობის 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბოდიზელის ძრავი, რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, რაც დიდგორს საშუალებას აძლევს 500 კმ-ის რადიუსში მობილურად იმოქმედოს. ჩვენს ამ გაკვალული გზით წავედით და საკმაოდ წარმატებული მოდელი შევიმუშავეთ და გავაკეთეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დახვეწის რეზერვი მასში არის და ეს უნდა გაგრძელდეს და რაოდენობა, რომელიც შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ, მის საჭიროებებს არ აკმაყოფილებს ამ ეტაპზე და თუ გაგრძელდება ეს პროექტი და კიდევ უფრო მეც შევიძენთ და დახვეწილს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება და საშუალო საქმეა. ჯავშანმანქანა აღჭურვილია GPS სისტემით, ულტრათანამედროვე ჰარისის რადიოსადგურით, ღამის ხედვის აპარატურით წინა და უკანა ხედვისთვის. დიდგორზე დამონტაჟებულია თბოვიზორი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს გამორთული ფარებით ღამის პირობებში იმოძრაოს. მანქანაზე შესაძლებელია სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დაყენება და, რაც მთავარია, საცეცხლე სისტემა შიგნიდან იმართება. დიდგორში მჯდომი ჯარისკაცებისთვის ერთ-ერთი მთავარი დამატებითი კომფორტი ცეცხლის მართვის შიდა სისტემაა. ამ მონიტორის საშუალებით მემიზნე ოპერატორს შეუძლია რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ცეცხლი გახსნას 7 და 62 კალიბრის, ასევე 12 და 7 კალიბრის ტყვიან ფრქვევებიდან. კიდევ ერთი სიახლე, რომელმაც იარაღის ქართველი მოყვარულები გაახარა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკა იყო. მისი საჩვენებელი გამოჩნდა 2012 წლის 25 თებერვალს ბაზიანის სამხედრო პოლიგონზე შედგა. მანქანა საბრძოლო პირობებში დესანტის დაცვა 14.5 მმ-ის ტყვიებისგან შეუძლია. ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეუძლია აბსოლუტურად უსაფრთხოდ გადაიყვანოს დანიშნულების ადგილას დესანტთა ჯგუფი, 7-კაციანი დესანტთა ჯგუფი. ასევე შეუძლია საჭიროების და შემთხვევაში უზრუნველყოს საცეცხლო წერტილების განადგურება, შეუძლია ასევე უსაფრთხოდ გადმოიყვანოს დაჭრილები და გაუწიოს ყველანაირი დახმარება ქვეითთა მებრძოლებს. პირველ ეტაპზე ლაზიკამ არაერთ კრიტიკას გაუძლო, თუმცა კრიტიკის პარალელურად მას ტესტირებების გაძლებაც უხდებოდა. არსებობდა ვერსიები, თითქოს ლაზიკა საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანების ანალოგი იყო, თუმცა როგორც დელტაში განმარტავენ, ის არც ერთი მანქანის კლონი არ არის. ნებისმიერი მანქანა რომ ავიღოთ ტანკი თუნდაც აბრამსი, იგივე ისიც შემდგარია მრავალი ათეული ან ასეული მომწოდებლის მიერ დამზადებული დეტალისგან და არა ერთი
ვთქვათ, კორპორაცია ამზადებს მას. ანალოგია არის ლაზიკას შემთხვევაშიც. ლაზიკა არის შემდგარი ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან, რომელიც ნაწილი არის საქართველოში წარმოებული, ნაწილი არის იმპორტირებული. მანქანა 23 მმ-იანი ქვემეხით და 7.62 მმ შეწყვილებული ტყუია მქხვევითაა აღჭურვილი. სპეციალისტების თქმით იყო ხარვეზები, თუმცა გამოსწორებადი. რაც შეეხება მოდერნიზაციას, ამ კუთხით ისინი კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან. თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც ასე ვთქვათ მოდულური ბაზა, რომელზეც არა მარტო ქვეითთა საბრძოლო მანქანა დამზადდებოდა, არამედ დაუშვათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, მობილური ნაღმტყორცნი და ასე შემდეგ, მობილური ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. ეს ვარიანტები თუ განვითარდება, მე ვფიქრობ, უფრო პერსპექტიული იქნება, ვიდრე მხოლოდ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე ყურადღების გამახვილება. 2008 წლის ომის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს როგორც შეჯავშნული მანქანები, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჰაერივით სჭირდება. რუსეთის მიერ პრაქტიკულად ბლოკირებულმა სამხედრო ბაზარმა ახალ ეპოქას, სამამულო წარმოების ჯავშან მანქანების განვითარებას დაუდო საფუძველი.